მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხაზ გაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს ჩემს გადაცემაში მოწვეული. ულამაზესი, უმშვენიერესი, უნიჭიერესი ადამიანი. და სანამ დღევანდელ ჩემს სტუმარს მოვიწვევდი აი ამ სტუდიაში, მანამ მინდა გიმღეროთ ერთი ლამაზი სიმღერა, მხოლოდ თქვენთვის. Abrilos, vidre Filtrat mi mașini Minicaria Dadit hasminda Vidre Sidarul swamte Gamulat vima Merchli zapeba Tetra Radiguiane Chamodi minda Gaza pulshevte Erta Kakrat savida utse Sandris katkata suski Mertsklema chadges bude Megişes mosla susti Kakrat savida utse Sandris katkata suski Mertsklema chadges bude Megişes mosla susti Ebi Ausila nabiri Buena persperias Subimis Davdi vașes taches Khmamagla gaviri Chitivit tageze Khuviri Kakrat savida utse Zambris katkata suski Mertsklema chadges bude Megişes mosla susi Kakrat savida utse Zambris katkata suski Mertsklema chadges bude Megişes mosla susi მაშასე ძვირფასო ტელემაყურებლებო. მინდა ჩემს გადაცემაში და სტუდიაში მოვიწვიო ულამაზესი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი პოეტი და ტელეწამყვანი ეკატერინე ბერიძე, ხო? ეკა შემოგვიძახეთ სტუდიაში, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევით. მოგზანდით. როგორ გაწყობაზე ხართ? შესანიშნავად. როგორ შემართებით? კარგი. შვენიერი ამინდია და ხასიათის შესაბამისად. თქო, დავწადეთ და რადგანაც ხართ
ასეთი არ განწყობაზე მოსული და შემართები დავიწყოთ მაშინ და პირველი შეკითხვა დღევანდელ ჩემს გადაცემის სტუმარს ეკა ბერიძეს ვინ არის ეკა ბერიძე რა გითხრათ ეკა ბერიძე არის ძალიან უბრალო ადამიანი გულწრფელი მე ასე მგონია და ერთგული ეს ზოგადად თუ ადამიანურ თვისებებზეა პიროვნულზე საუბარი და თუ ჩემი მოკლე ბიოგრაფია გაინტერესებთ შემიძლია გითხრათ შეგიძლიათ თუ თქვენ დიახ ნებავთ ვარ კახელი დავიბადე გურჯაანში ბერიძე და კახელი დიახ უცნაურია ხო მაგრამ ვარ დიახ კახელი ვარ ორი შვილის დედა გახლავართ და უკვე ბებიაც ვარ ყავს 9 თვის შვილიშვილი ძალიან გავიდე ვარ სამგზის ემიგრანტი ბავშვობაში ოჯახთან ერთად ვიყავი რუსეთში შემდეგ უკვე რასაც ნამდვილი ემიგრაცია ქვია საბერძნეთში 6 წელი და შემდეგ ისრაელში 7 წელი 2 წელია რაც დავბრუნდი საქართველოში და მიხარია რომ დღეს აქ ვარ ძალიან კარგი ბავშვობის ტკბილი მოგონებები ტკბილი მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს რა თქმა უნდა ბავშვობა ყოველთვის ტკბილად არის მოსაგონარი თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთი ამბავი ასეთი მამასთან დაკავშირებული რაც ახლა უცებ გამახსენდა წეგან აღნიშნე რომ რუსეთში ვცხოვრობდით და დავდიოდით ხოლმე ხშირად ტბაზე მამამ მასწავლა ცურვა და იყო ასეთი ტრამპლინი ქვია არ ვიცი ხა ქართულად თუ ასეა რომ და გახვიდე ცოტა შორს და გადახდე იქიდან ოღონდ წყალზე გადებული ესე მაღლიდან არა გადასარბენი თუ რაღაცას ეძახიან აღარ გვერდებიდან ხტებოდი ხოლმე და ნუ ასე ფსკერზე რომ დავადებდი ხელს მე რომ ტრიალდებოდი ამოდიოდი მამამ გამაფრთხილა რომ აი პირდაპირ ბოლოში რომელიც უკვე გაშლილ სივრცეში და გადამხდარიყავ იქით არ გადახდეო ძალიან ღრმა არისო და ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი რა თქმა უნდა დამაინტერესდა რატო არ უნდა გადამხდარიყავი იქ და მაინც გადავხდი რაღაც გარკვეული დროის შემდეგ რომ მეგონა რომ არ მიყურებდა მაგრამ მამამ იცოდა რომ მე მაინც ვიზამდი ამას და მადევნებდა თურმე თვალს როდესაც გადავხდი და ეს ფსკერამდე ვერ მივედი, იმიტომ რომ დრო დიდი დაჭირდა და შემეშინდა უკვე, რომ ეთყობა მართლა სადღაც უკვე უსასრულობაში ვარ, ვერ მივედი ფსკერამდე და ამ პანიკაში დავტრიალდი და ვეღარც მაღლა ამოვდიოდი, ვეღარც ფსკერს პოულობდი, ან წყალში ვტრიალებდი და უცებ ვიღაცამ ჩამავლო ფეხში ხელი. და ამომაგდო ესე წყლიდან და არ მიფიქრია რომ ვინმე ჩემს გადარჩენას ფიქრობს გაობრაზდი რომ ვინ გაბედა ფეხში ხელი გადარჩენა და ფეხში მოგიდება ფეხში ხელი მომკიდა და ეს მოვტრიალდი რომ უნდა ვეჩხუბო და შემრჩა მამა ხო და აი ესე რა ვიცი ეს თითქმის მოგონება მაქვს მამა აღარ არის ცოცხალი და ახლა რაღაცნაირად კიდე რამეს ხომ არ გაიხსენეთ ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან რა ვიცი აბა რა გითხრათ ძალიან ტკბილად მახსენდება ჩემი ბებია და პაპა ნუ ბავშვობაში ვენახში მეც მივყავდი ხოლმე და ცოტა შორს მქონდა ვენახი 7 კილომეტრის სავალგზაზე როცა მე უკვე ვიყავი იმ ასაკში რომ შემეძლო მათთან ერთად ვენახში წასვლა მაშინ არ ყავდათ მოხუცებს ტრანსპორტი და ფეხით დადიოდნენ და მეც წამიყვანდნენ ხოლმე და იმდენს წუწუნებდი გზაში ვიღლებოდი ძალიან და იყო ძალიან ლამაზი წყარო ესეთი ბუნებაში ჩაფლული დაბლა იყო ჩასასვლელი და იქ იყო წყარო სადაც ხშირად ისვენებდნენ წყალს სვამდნენ და ლექსიც მაქვს ამაზე დაწერილი ამ მოგონებებზე თუ გნებავთ შემიძლია წაგიკითხოთ რა მონატრებას ცოდნია მოგონებების ფერს კავკასიონის ელვარე მედიდურ ცისფერ მთებს, თოვლით დაფენილ მწვერვალებს, ზედმოლივლივე მზეს, ვერ შეედრება სხვა მხარე, მის თვალუწვდენელ ზვრებს,
სულს მithბობს ჩემი კახეთი, გულზე მალამოს ფენს, ვიხსენებ გული მithბება ბავშვობის წარსულ წლებს, ბებოს და პაპას ვენახში, ზოგჯერ დავყავდი მეც, მიუყვებოდნენ ღიღინით, ბარდით მოღობილ გზებს, ვენახის ვიწრო ბილიკებს, ირგვლივ ოქროსფერ ძნებს, წყაროზე ჩამოსხდებოდნენ, დაასვენებდნენ წელს, პეშვით შესვამდნენ ანკარას, გაისველებდნენ ყელს, ბებერძლებს შემოსძახებდნენ, არ დანებდეთო წლებს, ღიმილით უპასუხებდნენ, ჩემი წუწუნის ხმებს, შინისკენ ჟივილ ხივილით მივაქანებდი მხრებს, ყურძნის მტევნებით დახუნძლულ აკიდოებს და ჩხებს, რა მონატრებას ცოდნია ბავშვობის ლამას წლებს, ლერწამით მოწნულ გოდრებს და სტუმრებით სავსერ თველს, იმ წლების დასაბრუნებლად ალბათ დავთმობდი ბევრს, რა სილამაზე ჰქონია მოგონებების ფერს. აი ასეთი ლექსია. ძალიან სასეონო ზანგარი ლექსია სხვა შორის. აი გულთან მისატანი ლექსია მართლა რა ის მოგონება ზუსტად რომ შეესაბამება ეს ლექსიც რა იმ თბილ მოგონებებს პაპასა და ბებიას შორის და ასე შემდეგ შვილიშვილი პაპას და ბებიას შორის აი ეს მოგონება არის ჩახსოვილი ყველაფერი ამ ლექსში რაც მე ახლა მოვისმინე. ეგა რომანა პოეტი ვიქნებოდი ვინ იქნებოდით? რა ვიცი ბევრი ვინმე შეიძლება ყოფილიყავი რამე თუ ძალიან ბევრ რაღაცას ვეჭიდებოდი ხოლმე ბავშვობიდან. დამთავრებული მაქვს პედაგოგიური უცხო ენები და ვასწავლდი კომპიუტერულ პროგრამებს. ვიყავი მასწავლებელი ამ კომპიუტერული პროგრამების. რა ვიცი, რენტგენოლოგიურიც მაქვს დამთავრებული, მაგრამ სამედიცინო სფეროში ნაკლებად მქონდა ინტერესი და ალბათ მაგ კუთხეს არ გავყვებოდი. სპორტსმენიც კი შეიძლება ყოფილიყავი. შახმატს ვთამაშობდი ძალიან კარგად. და კალათბურთს სხვათა შორის ჩემი სიმაღლის მიუხედავად გუნდის კაპიტანი ვიყავი. ესე მე დასახურება გუნდის კაპიტანი რა იქნება? კალათბურთის გუნდში. თამაშობდი კარგად ალბათ, რა ვიცი. სხვა რა ვიცი, ხელოვანი მაინც ვიქნებოდი ალბათ რა იმე სფეროში. ყოველთვის მეგონა რომ პოეტობა ყოველთვის მეგონა რომ პოეტობა იყო სამყაროს ტკივილის თარგმნა სილამაზის ენით. როცა მელანქოლიაც კი შეიძლება აქციო ჰანგებად. აი შენი გრძნობები გადმოიტანო ფურცელზე და აქციო სიტყვებად. რა ვიცი, ცოტა რთულად თქვი ალბათ რაღაცა ეს ჩემთვის სილამაზესთან ასოცირდება, თუმცა დიდ პოეტებზე თუ ვიფიქრებ თუ როგორ წარმომედგინა პოეტობა ალბათ მიუწვდომელი მეგონა ყველა და ეს ასეც არის ახლაც გენიოსები ყავდა და ჩემთვის ახლაც ძალიან დიდები არიან ეს ადამიანები. თქვენი პირველი ლექსი? პირველი ლექსი ბავშვობაში დავწერე 2-3 ლექსი. პირველი რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს სამშობლოზე მაქვს დაწერილი, მეორე ძაღლზე და მესამე გაზაფხულზე. ეს მახსოვს თემა, მაგრამ ლექსები არ შემომენახა და არ მახსოვს სამწუხაროდ. თუმცა უკვე მე ლექსების წერა, რასაც ქვია, დავიწყე ემიგრაციაში 2012-13 წელს ასე. ლექსებს ტკივილი ბადებს, როგორც ამბობენ და მეც ტკივილმა დამაწერინა ალბათ წერა, გარდა იმისა, რომ იყო ნოსტალგია და მონატრება სამშობლოსი ოჯახის, შვილების. ემიგრაციაში გარდამეცვალა მეუღლე და ეს კიდე უდიდესი ტკივილი იყო. და ამ ყველაფერმა ალბათ გამოიწვია, რის შემდეგაც დავიწყე წერა და ეს ტკივილი გადმოვიდა ფურცლებზე. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. რას ეკითხები თქვენ საკუთარ თავს? საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები. საერთოდ აბა დღეს მე ვის რა ვარგე, ამას ყოველთვის ვეკითხები და ყოველთვის ვცდილობ რომ სიკეთე ვაკეთო.
მაგრამ რომ არ ვიყო პათეტიკური, ხშირად მიფიქრია იმაზეც, რომ არ წავსულიყავი ემიგრაციაში, იქნებოდა თუ არა ეს უკეთესი ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ამაზე პასუხი არ მაქვს. თქვენი ნიჭის შემოქმედებითი უნარი, რითაც ახერხებთ დაკავდეთ. ამჟამად მუშაობ თრიალეთის ტელევიზიაში, იცით თქვენ წამყვანი ვარ ერთ-ერთი გადაცემის და მომწონს ჩემი საქმე. თუმცა დროდადრო წერ ლექსებსაც ნიჭი ბევრი რამის მაქვს, რა ვიცი, ბავშვობაში ვხატავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი. მინდა რომ რაღაცები ვაკეთო, მაგრამ ჯერობით ვერ პოულობ დროს. იცი რა კითხვა გამიშთა, რომ დაგისვათ, პოეტობის ნიჭი გაქვს. ეს ამაში დარწმუნებული ვარ და ვიცი. მადლობა. ჭადრაკის თამაში ის კალათბურთელის ყოფილი და იმის ნიჭიც გაქვს. აი როგორც მე რეჟისორი. პროფესიით. მსახიობობის ნიჭი ქონიათ, როდის ვერ გაგჩენიათ ნიჭი ახლა ბავშვობაში რაღაც სკოლაში, ბაღში რაღაც ეპიზოდები დაუდგამთ და მქონია ალბათ პატარა ეპიზოდები, ისეთი უბანში გვითამაშია ხოლმე დაგვიდგამს სპექტაკლები, ამაში კი, მაგრამ ისეთი სერიოზული როლი სადმე არ მქონია, თუმცა ეს ალბათ ყველას ოცნებაა მსახიობობა. მეც მქონია ეს ოცნება, არ ვიცი რამდენად შემიძლია. ცოტა მორცხვი ვარ, მაგრამ ნიჭიერი ვარ და თუ რამე შემომთავაზებთ, ალბათ გამოვიდა. აი, გამახსენდა ახლა წერან თქვენ რა თქვით უბანშიო, ბავშვებიო, გამდითო სპექტაკლს და გამახსენდა ჩემებული აი ეს ბავშვობაც უცებ ჩემთან ქუთაისში და ხშირად ყვები ხოლმე და მომიყოლია გადაცემაშიც და ისედაც კულისებს მიყვაც და ესე ვაკეთებდი ხოლმე მე აი უანსე ვერანდას ვეძახით ჩვენ ქუთაისურად კაფეჩიც ვერანდას აი ფარდას მაგივრად ადიელას იმასვავდი ფარდას მოზრა ფარდას და კი ეს ხო ასე და მაშინ არ იყო ბევრი ისა ერთი ტელევიზია იყო და სულ აჩვენებდნენ პირველი არხი სხვა სპექტაკლები ჩვენება და ისეთი დაინტერესებული ვიყავი იქედა გადმოქონდა ყველაფერი და გამახსენდა უცებ ესა გამახსენდა ეს ადიელის ჩამოყარება რო ახსენეთ მალხას ჩვენც აი მეც სცენარიც კი დავწერეთ ხო და რაღაცა კაბები შევიკერეთ სპეციალური სუბანში დავდგით ესეთი ძალიან ლამაზი რაღაც წარმოდგენა და ესეთი აი ერთ-ერთი ტკბილი მოგონება მათემატიკის კუპლეტიან ფურცლებზე ესე ამოვჭრით 4 და ბილეთებს და 20 კაპიკები იყო მაშინ და 20 კაპიკი გატყიდით ზოზულებში ბილეთებს სპექტაკლს კაროც გამოგიჩნდა კარგია რომ გაგახსენდა და ის გაიხსენეთ ის ბავშვობის კიდე ერთი მონატრებული რაღაც რომ აკეთებდით რაღაცას ბავშვობაში თქვენ ტოლებთან მაშინდან ტოლებთან ერთად ბავშვობა კარგი ხონდა. ლექსი რომ დრო იყო ზოგადად. ლექსი რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას. დღევანდელ ყოფას რთული პერიოდი ზოგადად. ჯერ პასუხი გამეცით ამ კითხვაზე და მე შეგიძლიათ ორი ლექსი მიამატოთ და თქვათ და გაგვადოთ თქვენი ორი ლექსი. ხო, ჩემ ლექსს წავიკითხავ, რომელიც დღევანდელ ყოფას შეესაბამება. ღმერთო დალოცე საქართველო, მიწა საუფლო. სურს უკვდავ ყოფა დაგებედოს ჩემო მამულო. ღმერთო დალოცე საქართველო, მიწა საუფლო. გთხოვ დაიფარე ერი ჩვენი მთელი სამრევლო. მშვიდობა მიეც ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს. მიეცი გონი ყოველ ქართველს, ყოველ პატრიოტს. ნუ გაახარებ ჩვენს გარშემო მტერს თვალს აჩინოს. სეირს შორიდან ვინც უყურებს და სურს გაგვწიროს, მშვიდობა ღმერთო, ჩემს სამშობლოს, ედემს საუფლოს. თბილისის ზეცა მოიღრუბლა, ზეცა ღარ მზეობს, გამოიდაროს, გაგვიყვანე მალე სამზეოს, გამოიმეტოს სხივი ჩვენთვის, სული გაგვითბოს, ჩვენი გულები სიყვარულის რწმენით აგვინთოს. შეუშრეთ სრემლი, არც ერთ დედას აღარ ადინო, არც შუღლი მწვავე ძმათა შორის არ გააღვივო. აღორძინე ეს ქვეყანა, უფლის საჩინო. გთხოვ, სიძულვილი ერთ-ურთს შორის არ გააჩინო. გზა გაუხსენი ამ ლაბირინთს შედალოცვილო და მტერი ჩვენზე დაგეშილი არ გააცინო.
მოგმადლე გულით შენი ლოცვა ღმერთო მაღალო გთხოვ დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო თავისუფლების ზარზე იმით მუდამ გვეხაროს სამშობლოს ბედით შეწუხება არ დაგვეზაროს უფლის კვართით და ღვთისმშობელის მადლით მოსილო შედალოცვილო საქართველო მიწავ საუფლო ძალიან კარგი კიდევ ერთი ლექსი რომ გაგვოდოთ და გააცნოთ ჩემს ტელემოყურებელს კი ბატონო კიდევ ასეთი დღევანდელობასთან ასოცირდება ალბათ ესეც ჩემი გულის ტკივილია ზოგადად მინდა ახლიდან დავიბადო ღმერთის თვალებით ასეთი ლექსი მაქვს რაღაცნაირად გადავჯიშდით გადავსხვაფერდით აღარ სინდისის ქენჯნაქვ ტანჯავს თითქოს დავნებდით ამ განუკითხავთ დროის სრბოლას აწმყოს ავბედიც იქნებ სასწაულს მოველოდით ფერის ცვალების რომ მოგვეხადა ღვთის წინაშე ჩვენი ვალები ან იქნებ უკვე დრო მოვიდა გარდაცვალების დამალევინეთ პეშვით წყალი მეუკვდავების მინდა ახლიდან დავიბადო ღმერთის თვალებით რომ გავარჩიო შეუცდომლად ცოდვა მადლები ან იქნებ ვინმე მართლა მითხრა ხვალ ჩვენ რაგველის სინდის ნამუსი გადაგვირჩეს რჯული ქართველის რომ დავაფასოთ დიდი ღვაწლი ჩვენი გამზრდელის იქნებ დასრულდეს ჯოჯოხეთი მზაკრულ ამბების რომ დავიბრუნოთ ის სამოთხე ჩვენ წინაპრების ადამ და ევას რომ ებარათ სულის კარები ვიდრე ეშმაკმა არ შეუღო მათ და რაბები დამღალაც ქერამ პირფერობის ამპარტავნების კმარა შევირგოთ მადლი ღვთისა მადლი გამჩენის რომ აღარასდროს აღარ ჰქონდეს ვინმე სათქმელი და იყოს მუდამ საამაყო სული ქართველის რომ არასოდეს აღარ შეგვრცხვეს აღარაფერის წმინდა მიწაზე ღვთის წყალობით დავიარებით და იყოს ღმერთი ძე იესო ჩვენი მფარველი და დედა ღვთისამ დაგვიფაროს ყველა ქართველი დიდი მადლობა გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე დიახ გული მტკივა რადგან აი ახლა ალექსიც წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით და გული მტკივა ნამდვილად რომ ჩვენი ერი შუაზეა გახლეჩილი ერთმანეთის მოსმენა აღარ შეგვიძლია სიძულვილის უფევს ირგვლივ არ ვიცი აი ახლა დღევანდელ ეპოქაში ყველაფერი სოციალურ ქსელზეა ხო დამოკიდებული და ამ სოციალურ ქსელებშიც იმდენი ნეგატივია ისეთი ბოღმა და შური არ ვიცი აი ბოროტებით სავსე კომენტარებს წაიკითხავ ყველა ერთმანეთს ებრძვის და სიყვარული იკარგება აი ამიტომ მტკივა გული რომ რაღაცნაირად ალბათ გონზე უნდა მოვიდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი ეთახმებით ეკა თუ დაწერდით წიგნს საქართველოს შესახებ რას დაარქმევდით საქართველოს შესახებ თუ დავწერ წიგნს დავესესხები ჩვენს გენიოს ქართულ პოეტებს მათ ერთ-ერთ სტრიქონს გამოვიყენებ და დავარქმევდი სხვა საქართველო სად არის რადგან როგორც აღნიშნე სამ სხვადასხვა ქვეყანაში ვიცხოვრე რუსეთში, საბერძნეთში, ისრაელში საკმაო წლები და არსად არ მინახავს ჩვენი ქვეყნისნაირი მხარე არ არსებობს აქ სხვა სითბოა მიუხედავად იმისა რომ აი წეგან რაზეც ვისაუბრე არის უკვე ეს რაღაც გახლეჩილობა და სიძულვილი ეს სხვა რაღაცებმა გამოიწვია მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს მაინც ადამიანური თვისებები და აი სული ქართული მაინც შემორჩენილია და არავის არც ერთ ქვეყანაში ასეთი არ არის როგორც ქართველებს გაგვაჩნია უნიკალური ქვეყანა გვაქვს და მინდა რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და აი ამ ჩვენ ახალგაზრდებს რომლებსაც გაქცევა უნდათ ჩვენი ქვეყნიდან სამწუხაროდ პირობები რთული და უჭირთ ამ პირობებში ცხოვრება ბავშვებს
ყველა მიილტვის რომ გაიქცეს აქედან. ამაზეც მტკივა გული და მინდა რომ შეიყვარონ ეს ქვეყანა და რაღაცნაირად ყველამ ვეცადოთ რომ უკეთესობისკენ შემოვატრიალოთ ყველაფერი. სხვადასხვის ეკა მეც გამჩენია იმის ისე რომ საქართველოში დღეს ერთმანეთის ტრობა ერთმანეთის თანდობა არ ვიცით. როცა არ იყო ჩვენ დროს სამწუხაროდ და უკვე მომრავლდა ბოღმიანობა, შურიანობა. გქონდა ერთი მომენტი გადაწყვეტილი რომ საერთოდ წავსულიყავი საქართველოს და დამევიწყები რა საერთოდ საქართველოს. და ეს რომ დავდები Facebook-ს, შოუს, იმაზე ინტერნეტში, პირად Facebook-ზე წამოვიდა კომენტარები ისეთი, რომელიც აი დადებითად რომ არა არ იფიქრო მაგაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, დათმენაც უნდა შეგვეძლოს რა. და ბევრჯერ დამიწერია ისიც და რომ ის იწყებიო ევროპაში, ევროპის და მსოფლიოს ქვეყნებში უფრო მეტი პატივს ეცემა ყველა პროფესიის ადამიანს, ამიტომაც ხელობას და მსახიობს, როგორც ვიდრე საქართველოში მეტი. ხო, სამწუხაროდ ჩვენთან ცოტა გვიან აფასებენ ხოლმე. როდესაც საქართველოში ყველა პროფესიის ადამიანს ჰქონდა დაფასება. და პატივისცემა. ეს ის დაიკარგა საერთოდ რა. და ესეც ყველა ტკივილია, ვიცი თქვენი ჩემის დასრულია საქართველოსი და მიტო არიან უთქვით ხა რომ გარბიან ახალგაზრდებს აღარ უნდათ გაჩერება საქართველოში. ახალგაზრდებს კი არა, თედისწოლას და სულ მოხოსებსაც კი რო შეეძლოთ ისინი წავიდნენ ხო უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში და ხო, სამწუხაროდ ქართველები გარბიან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შემოედინებიან დიდი რაოდენობით და რა ვიცი, ცუდია ეს ძალიან, რა თქმა უნდა. მაშინ გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ჯერა, რისი გჯერათ? ჯერა მაინც რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჯერა სიკეთის, ჯერა სიყვარულის, ჯერა მომავლის. და ჯერა რომ საქართველოსაც ეშველება და გაბრწყინდება. ემიგრანტობის პირველი დღე. ემიგრანტობის პირველი დღე ძალიან მძიმე დღეები იყო. ამის გახსენებაც კი რთულია. იმდენად დამთრგუნველი იყო ჯერ გზა იქამდე სახლიდან გასვლის წამიდან ძალიან რთული იყო და ცრემლი გახდა ჩემი მეგზური, ასე ვთქვათ. ჯერ კიდევ სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, მაინც ყოველღამე ტირილში ვატარებდი, იმიტომ რომ როდესაც 3000 კილომეტრით დაშორებული ხარ სამშობლოს და შვილები გყავს დატოვილი და არ იცი როდის ნახავ, ძალიან რთულია. არ იცი ენა, არ იცი პირველად გიწევს სხვისი მოსამსახურეობა, ასე ქვია, რაც მხოლოდ ფილმებში გქონდა ნანახი და თავს ვერასოდეს წარმოვიდგენდი მე ამ ამპლუაში. სულ სხვა ოცნებები გქონდა, სულ სხვა მომავალი გქონდა. საქართველოში ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ყველა რაღაც დონეზე განათლებული იყო. ყველას არ იყო ის გაჭირვება, რომ რა ვიცი, ზღაპრებში და სერიალებში გქონდა ნანახი და ეს უკვე თითქმის ყველა ოჯახმა თავის თავზე გამოსცადა. კი, ბევრმა, ძალიან მძიმე იყო. ძალიან მძიმე. დაახლოებით ალბათ 1-80% მაინც. დაახლოებით. არც კი ვიცი, აი მართლაც რამოდენიმე ოჯახია ალბათ, ვისაც ემიგრანტი არ ყავს ოჯახში და ეს კატასტროფაა, რა თქმა უნდა. მოწყდე საკუთარ ქვეყანას ნიშნავს? ეს ჩემთვის იგივე იყო, როგორც ფესვებს მოგლეჯილი ხე, თევზი უწყლოდ, არ ვიცი, აი ვერ ვსუნთქავდი. ეს მონატრება მახრჩობდა და არ ვიცი, ძალიან მძიმეა, ეხლაც ემოცია მიშლის ხელს, რომ ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბო ისე.
მოსწყდეს საკუთარ ქვეყანას ნიშნავს ფესვებს მოგლეჯილი ხე, თევზი უწყლოდ, ვერ სუნთქავ, მონატრება გახრჩობს და არაფერი გახარებს. თუმცა გარეგნულად ლაღი ჩანხარ, მაინც გულს არაფერი უხარია და 5 წელში გემატება 10 წელი. მე ამის შესახებ სიმღერაც მაქვს ემიგრანტებზე დაწერილი, რომელსაც მღერის ისრაელში ჩემი მეგობარი ემიგრანტი გოგონა აი ამ სილაღეზე, მაინც როცა უკვე მრავალი წელი ემიგრაციაში ხარ, ვერ ჩაიკეტები მარტო სამსახურში და სახლში, ვერ იქნები სულ დაღონებული და ცრემლიანი, თუმცა ეს გულში ყოველთვის არის ეს სევდა, გიწევს მაინც ან ვინმეს დაბადების დღეზე წასვლა, ან ქართველი მომღერლები რომ ჩამოდიან, გიხარია რომ ნახო, შეხვდე, მოусმინო და გაერთო კიდეც, ხო, ცოცხალი ადამიანი ხარ. და იქ თავისთავად უნდა გამოიპრანჭო და ისე წახვიდე და ეს რაღაც ვიდეოებში, ეს Facebook-ის სემია, ხო? ხშირად იქ მაინც ეს რაღაცნაირად ამით ვივსებდით ამ მონატრებას. ეს რაღაც ლაივები, ეს კონცერტები და გვიხარო და ეს ჩანდა საქართველოდან ისე რომ ჩვენ იქ ვიყავით, რა ვიცი, უდარდელები, ალბათ მე არ მქონია თუმცა ამის გამოცდილება ჩემს თავზე რომ ვინმესგან მეგრძნო ეს, მაგრამ ზოგადად ასე ჩანდა და დავწერე ასეთი სიმღერა რომ აი ეს ლაღი რომ ჩანხარ ემიგრანტის გულში მაინც ცრემლია და სხვათა შორის ძალიან წარმატებულად TikTok-ში ბევრი ნახვები ქონდა ამ სიმღერას. და ამ თქვენ ლექსზე დაწერილი მუსიკა ვინ არის ავტორი? მუსიკა ეს არ იყო, მუსიკა არ დაწერე, არსებულ მუსიკაზე გავაკეთე ეს ტექსტი. და არ იყო ეს ესეთი, მაგრამ ლამაზი სიმღერა გამოვიდა მაინც. მაქვს კიდე სხვა არის ვასო მელექსიშვილი ასეთი მომღერალი ემიგრანტი ისრაელში, რომელიც მღერის ასევე ჩემს დაწერილ სიმღერას. ის მუსიკაც არსებულ მუსიკაზე გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა და ყველამ შეიყვარა. რა ვიცი. განსხვავება უცხო ქვეყანასა და სამშობლოს შორის. განსხვავების რა გითხრათ, მსგავსება ნამდვილად არ არის. განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყანა, კიდევ ვიტყვი, წეღანაც ვახსენე, არც ერთ ქვეყანას არ გავს. ჩვენი სტუმართმასპინძლობა, ჩვენი აი ეს სიყვარული სრულიად განსხვავდება ყველა ქვეყნისგან. იქ ნახეთ როგორ ახლა ნელა-ნელა ტენდენცია იცვლება და აქაც რაღაცნაირად ინერგება ასეთი ტენდენციები, რაც მე არ მომწონს, მაგრამ ძირითადად მაინც არის ისევ ადამიანური თვისებები შემორჩენილი. ნუ ადამიანური რა უფრო ესეთი ქართული სულისკვეთება. იქ რომ მიხვიდე ვინმესთან სტუმრად წინასწარ უნდა გააფრთხილო, რაღაც დაგეგმილად რამოდენიმე ადამიანზე მოამზადონ და ისე დაგხვდნენ. აქ მე არ მეგულება, ხა უცხოსთან ვერ საქმე მიხვალ ალბათ ესე გაუფრთხილებლად, მაგრამ მე ვამბობ ნათესავებზე, გულით საყვარელ ადამიანებზე. მე მგონი არ არის დღესდღეობით მაინც საქართველოში ეს პრობლემა, რომ ვინმესთან მიხვიდე და მიუკაკუნო და არ გაგიღონ, ან გაუფრთხილებლად რომ მიხვიდე შემთხვევით და არ მიგიღონ, არ გაუხარდეთ. გაჭირვებამ კი მოიტანა რაღაც პრობლემები, მაინც დიდი მოპატიჟება უკვე ნაკლებად არის, რადგან უჭირს ხალხს და ერიდებათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩვენი ქვეყანა განსხვავებულია. ეს თავისთავად შედარება არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ რო იციან საქართველოში ყველა კუთხეში სტუმართმასპინძლობა წარმოვიდგენია, რომ ასეთი ქვეყანაში არ არის. ნამდვილად არსად არ არის. ისევ და ისევ ვის სითბოს და ვის სიყვარულს ავსებთ ის ემიგრანტები, რომლებიც არიან სხვა ქვეყნებში, ემიგრაციაში. ისევ ესენი ქმნიან ერთმანეთში დიდ სიყვარულს და დიდ მოფერებას და ერთმანეთის შეხვედრას. ესე არის.
სამომავლოდ რას აპირებს? საქართველოში გინდათ კარიერის გაგრძელება? რა თქმა უნდა, წასვლას არსად აღარ ვაპირებ, ნამდვილად მინდა რომ ვიყო ჩემს ქვეყანაში, ჩემი შვილების გვერდით და დავტყვე მათი ცქერით. კარიერას იმედია ავიწყობ კარიერას. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? ჩვეულებრივი დღე პირველად ტელეფონი უკვე გახდა აუცილებელი ატრიბუტი, მაგის გარეშე თითქოს ხელმოჭრილნი ვართ და როგორც კი გავიღვიძებ გვერდზე დევს რა თქმა უნდა და უნდა ვნახო ვინმე მხარ მომწერა რამე, მესიჯები შევამოწმო, რამე მნიშვნელოვანი ხო არ არის, ვინმეს ხომ არ ვჭირდები, რამე ხომ არ მაქვს გასაკეთებელი. ეს პირველი თვალის გახელის შემდეგ რასაც ვაკეთებ. შემდეგ აუცილებლად ყავა, რა თქმა უნდა, ყავით იწყება დღე. და შემდეგ ჩვეულებრივი დღის რუტინა უკვე ან ტელევიზიაში ვარ წასასვლელი, გასამზადებელი და ასე შემდეგ. არის ერთი კიდევ რაც დავბრუნდი ისრაელიდან უკვე 2 წელია. ერთი წელი ინტენსიურად ჩემი დაქალი ისრაელიდან მირეკავდა ყოველ დილით 6 საათზე ის რომ სამსახურში მიდიოდა. იქ ასე 6 ნახევარზე დგებოდით ყველა თითქმის და მირეკავდა ხოლმე ყოველ დილით და აქ ხა უკვე არ ვიყავი მაგ რეჟიმში და მინდოდა დილით გამოძინება. მე სულ ვეჩხუბებოდი დაგბლოკავ კიდე თუ გამაღვიძებ. და ეხლა ცოტა უკვე გადმოწია ძალიან დილით აღარ მირეკავს. ხო, აი ესეთი ყოველდღიურობა. რაც დანარჩენი ჩვეულებრივ ღონისძიებებზე სიარული, ხან მწერალთა სახლში, ხან რაღაც საღამოებზე, რაც ჩვეულებრივად. ეგა უკვე ნელ-ნელა უახლოვდება ჩემი გადაცემა. დიახ. დასასრულს მიწურულს არის მისული და ისე მე კიდე არ მინდა გაგიშვა ჩემი გადაცემიდან და სტუდიიდან რომ კიდე 1-2 ლექსი არ გაგვონდო და არ გააცნო ჩემს ტელემაყურებლებს. კი ბატონო, სიამოვნებით. ხო, ამ ჩემ ემიგრაციასთან დაკავშირებით აი ეს ერთი წიგნი, რომელიც აქ მოვიტანი, არის მესამე ტომი, გამოვეც 3 ტომეული ისრაელის ემიგრანტები, ქართველი ემიგრანტები წმინდა მიწაზე. და აქ ამ წიგნში არა მარტო ჩემი შემოქმედება, არამედ ემიგრანტების შემოქმედებაც არის და ქართველი ებრაელების შემოქმედებაც. სხვა ემიგრანტ პოეტების კრებული არის მაგ ყველაფერი პოეტების. უბრალო ნახეთ როგორ არის. უბრალო ადამიანებისაც, ვინც არ წერს არაფერს და არიან ემიგრანტები, მაგრამ თავის სულში ნადები უნდათ რომ გადმოეცათ, თუნდაც ის ტკივილი გამოეხატათ, რასაც ემიგრაციაში გრძნობენ, მათი ეს ჩანახატებიც არის. სიყვარულზე წაგიკითხავთ. ბატონო. უსიყვარულოდ. უნდა გიყვარდეს, რომ სამყარო ფასობდეს ოქროთ. დავცარიელდი. აფროდიტეს ჩემად ვეღარ ვგრძნობ. იდუმალ გრძნობებს, დასჯილ ნებას, ასე უღმერთოდ. ვერა უკრძალავს ზევსიც ქალღმერთს უმისამართოდ. ასე ეულად, ასე კენტად, ასე უმეფოდ, სიყვარულის დღეს მოგილოცავ ჩემო უშენოდ. აი ესეთი ძალიან კარგი ლექსია და სხვა შორის ახლა უსმენდი შეიძლება ლექსი იყოს დიდი ძელი ცოტა და შეიძლება საშუალო და ესა და ან პატარა ან ერთკუბლეტიანი, მაგრამ ისეთ გზნობებს და ისეთ იმას უსმენს ადამიანი, როგორც მსმენელი, ახლა მე მაგალითად ამ მომენტში არ ვთვლიდი ჩემ თავს როგორც წამყვანს, ჩემი გადაცემისას, როგორც მსმენელს გისმენდით ისე და უცებ აი გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობის ამ სიტყვასთან დაკავშირებით ჩემი ძველი პაემნები სიყვარულის თემაზე ახსნები, აი ეს კონდა მოყოლებული. აი რა კარგი მოგონება მოგვარეთ. და კიდე ერთი ლექსი გაგვანდეთ კიდე და გასწროთ ჩემს ტელემაყურებლებს. თავთ. ცივი მონატრება. მე სიყვარულის მოტრფიალე ვარ და არავინმე სხვისი. ეს გრძნობა მგონი ისე წამლეკავს, ვერ ვნახო მისი ღირსი. ეს შემოდგომაც ჩუმად გაივლის და თან გაჰყვება ფიქრი. წვიმის ელფები კვლავ დამტოვებენ ამ სიმარტოვის ნისლში. ახლა უსასრულო მოგონება მიპყრობს, სევდა ისადგურებს გულში.
წარსული ჯაშუშივით ჯიუტად მithვალთვალებს დღეს ისევ მოთოვა სულში ჩემი ოცნებები ზეცის კიდეს წვდება ოცნება ახდება ვიცი მაგრამ გულში ისევ სევდა ისადგურებს და ისევ ბინდია დღისით აქ ისევ სიცხეა ცივი მონატრება ო რამდენ გაზაფხულს ითვლის ცივა უსაშველოდ ცივა მზის გარშემოც სხეულში ზამთრის სუსხი მივლის ზაფხულიც გაივლის წვიმებიც ჩაივლის არ გადაგვავიწყდეს ფიცი ცრემლიან აკორდებს რომ გადავაგორებთ ჩვენ მაინც შევხვდებით ვიცი დიდი მადლობა ნეკა პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის ასეთი ლამაზი გურწფელი ინტერვიუსთვის ლამაზი გურწფელი პასუხების გაცემისთვის და ის ლამაზი ლექსების წარდგენისთვის რომელიც ჩემს ტელემოყურებლებს გააცანეთ წარმატებები მინდა გისურვოთ და ძვირფასო მეგობრებო ჩემი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა და ჩემი დღევანდელი განაცემის სტუმარი იყო უნიჭიერესი პოეტი ტელეწამყვანი ეკა ფერიძე დიდი მადლობა მოგზაურობის კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კეთილი სრულებით ძვირფასო ტელემოყურებლებო